რა მოხდა გუშინ თბილისი მოლის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე? უკაცრავად ამეტებს თუ არა პოლიცია უფლებამოსილებას და არის თუ არა მდინარაძის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები რეპრესიული თემაზე სტუმართან ქუთაისის საკრებულოს წევრ და ოპოზიციის წარმომადგენელ გიგა შუშანიასთან ერთად საუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო გიგა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ. მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მე მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, რა მოხდა გუშინ თბილისი მოლის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, როგორ შეაფასებთ გუშინდელ დღეს და ქონდა თუ არა თქვენი აზრით ადგილი პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებას? პირველ რიგში გუში რასაც ჩვენ ხედავდით, ნამდვილად ხელისუფლება ისე არ უნდა მოქმედებდეს ნორმალურ ქვეყანაში და ნახევრად ნორმალურ ქვეყანაშიც კი. იმიტომ რომ ადამიანები ეგრეთ წოდებულ შოპინგზე, სეილზე შეიკრიბნენ და ბუნებრივია მათი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სადეს და ჩვენ რა ვნახეთ რომ უფრო მეტად პოლიცია ცდილობდა თავისი არაადეკვატური ქმედებებით თავიდან გზის გადაკეტვას და სწორედ მათ გამოიწვიეს გზაზე შეფერხება და ამის შემდეგ ვნახეთ არაადამიანური მომპყრობა ადამიანზე 16 წლის ბიჭი არაადამი ჯერ აწამეს გალახე შემდეგ გაძარცვეს ჩვენ უყურებდით როგორ ურტყამდნენ თავში გამეტებით ადამიანს ყველა ისეთ ადგილზე სადაც შეიძლება დაზიანება მიეღო და ეს ადამიანი ღმერთმა გადაარჩინა როგორ იგინებოდნენ პოლიციელები როგორ იქცეოდნენ და მე დარწმუნებული ვარ რომ მათი დიდი ნაწილი მე არ მგონია რომ პოლიციელიც იყოს ეს არის რაღაცა აგრესიული ჯგუფები რომლებიც ხალხუთი ივლისს გამოყავდათ ხოლმე და სხვადასხვა დროს გამოყავდა და სხვადასხვა ბარებში სადაც ტურისტებს ძარცვავდნენ თქვენ გახსოვთ ეს კუთმაგარი ადამიანები მე მგონია რომ ამ აგრესიულ ჯგუფებს იყენებდნენ მათ შორის იმ ბატონო გიგა გვაქვს რა სახეზე დაუსჯელობის სინდრომი და ამ ხარებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ღირსების ორდერზე წარდგენილი პოლიციის მაღალჩინოსანი რუპორით აგინებდა მოსახლეობას და ყველამ ნახა საკუთარი თვალით ვიდეო კადრებში კარგად ჩანს როგორ უსწორდება იგი ფიზიკურად ერთ-ერთ დაკავებულს მე რა მინდა გკითხოთ არის თუ არა ეს დაუსჯელობის სინდრომი და აქვს თუ არა პოლიციელებს იმის იმედი რომ აი არავინ არ დასჯით მათ ამ ქმედებების გამო სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა, სადაც არა მარტო დაუსჯელობის სინდრომია, საერთოდ ღირსება აყრილია და მაგალითად პოლიციელი გავს ძველი ბიჭივით იქცევა და ქუჩის კრიმინალივით იქცევა. კრიმინალები პოლიციელებთან ერთად დარბიან და დაიჭირეთო და უხარიათ და პოლიციელებს გბირებს უძახიან და პოლიციელების ზურს უკან ამოფარებული მოქმედებენ და ეხლა ჩვენ ვნახეთ ეგრეთ წოდებულმა ჭყალებში ყაველაშვილმა, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდეს, გამოყარა გარეთ კრიმინალების დიდი ნაწილი და რაც თავარია ეგრეთ წოდებული ბარიგების დიდი ნაწილი და თქვენ უყურებთ ყოველდღიურად უამრავი ჩვენი ახალგაზრდა კვდება კიდევაც ამ მოწამლული ნარკოტიკის შედეგად და ამის წახალისება ხდება ჩვენ უყურებთ პედაგოგებს რომლებიც მაგირის ქვეშ არჩევნების დროს აიძულებენ რომ შეძვრენ და დაიმალონ და რაღაცა გაუგონარი რაღაცები გააკეთონ უამრავ ექიმებს უყურებთ რომლებსაც იჭერენ მსახიობები იმის მაგივრად რომ თამაშობდნენ და სპექტაკლებს ატარებდნენ ქუჩებში დადიან და საკუთარი კოლეგების დაცვა უწევთ ექიმებს აფურთხებენ აგინებენ და ნაცვლად იმისა რომ ამ ადამიანებმა უკანონო და ადამიანების სიცოცხლე გადააჭიროთ ქუჩაში უწევთ ყოფნა და როგორ ექცევა ხელისუფლება ჩვენ კარგად უყურებთ საერთოდ პროფესიას არ გავს ადამიანს არ გავს და რომელ ღირსების ოდესაც რა თქმა უნდა ფასი აქვს დაკარგული ეხა ხო ამის შემდეგ ეხა იმ ადამიანებს რომლებსაც ღირსების ორდენი და უამრავი მედალი აქვს რომლებსაც მართლა თავი გადადეს როგორც ჩრომით ასევე ბრძოლით ამ ქვეყნისათვის უამრავმა ადამიანმა რომლებსაც შეწირა ამ ქვეყანას მასაც ჯილდო უნდა კონდეს და ხარებასაც და იმ ადამიანებსაც რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს, ქალებს, შვილებს, გოგოებს უსწორდება თმებით ათრევს, აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს და ქუჩაში არის ეს ხო არანორმალური სიტუაცია ამ ქვეყანაში. ორგანიზაციებმა და ძლიერი საქართველოსთვის კოალიციამ მოითხოვა ხარებას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. თუ გაქვთ იმედი რომ არა ესეც მე მგონია მე მაპატიოს კოლეგებმა, მაგრამ ბრიფინგისთვის უფრო მგონია, იმიტომ რომ ეხლა მთელი ჩვენი კონცენტრირება უნდა იყოს ამ რეჟიმის ცვლილებისათვის. ეხლა ეს რეჟიმი რო არც სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, არც გაათავისუფლებს, სასამართლო ჩვენ არა გვაქვს, პოლიცია ჩვენ არა გვაქვს და ეს დავალება ხო თავ თვითონ ხო არ იგონებენ, ვიღაც ხო აძლევს ამ დავალებას. ჩვენ ვნახეთ მიკროავტობუსები, სადაც ადამიანები შეყავდათ, აწამებდნენ იქვე. შეურაცხყოფას აყენებდეთ და ამის შემდეგ გადაყავდათ ხო რაღაცა საწამებელი ადგილები პირდაპირ მოწყობილი მიტინგების და დემონსტრაციების ადგილზე ხო
ხო ეს რაღაცა ახალი ნოუ-ჰაუ მოიგონა. ამის შემდეგ რა ილუზია უნდა გქონდეს? ეხლა თავარი არის ჩემის აზრით რჩევა მექნება პოლიტიკოსებისადმი აი ამ აქციების და ამ პატრიოტი მართლა ჩვენი თავდადებული ახალგაზრდების პარალელურად დაიწყო პოლიტიკური პროცესის რეალური პოლიტიკური პროცესის წარმოება, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ჭირდება ამ აქციებს იმისათვის რომ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა როგორც აბარჩევნების წინ ეს თავარი შეცდომა რომ ეგ არ გაერთიანდა ოპოზიცია, ეს შეცდომა ყველა წენა, ყველა უთანხმოება უნდა იყოს გვერდზე გადადებული, ეხლა არის ერთიანობის, ერთადგომის ბრძოლის დრო იმისათვის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ესე ცალ-ცალკე და ესეთი ქმედებები მე არ მგონია რომ თემა პოლიტიკურ ასპექტმა რაიმე შედეგს მიაღწიოს და პირიქით ნიხილს უფრო გამოიწვევს ხოლმე. ეხლა ყველა უნდა კიდევ ერთხელ ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიმტკიცე პოლიტიკურ ასპექტმა იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ შერწყმა ამ პროტესტთან და არ ვიყოთ რაღაცა გაუწყებული წალა. დღეს მდინარაძემ და დაანონსა, რომ იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, გამკაცრდება ძალიან ბევრი კანონი და რაღაცნაირად საზოგადოებამ დღეს შეაფასა და ასეთ შეფასება მისცა ამ ახალი კანონების გამკაცრების დაანონსებას, რომ მთავრობა იცავს პოლიციას და პოლიცია იცავს მთავრობას, იმიტომ რომ ის მუხლები რაც დღეს გაახმოვანა ბატონმა მდინარაძემ, რომ არ შეიძლება პოლიციელისთვის ვთქვათ რაიმე სიტყვით მიმართვა, პოლიციელთან შეწინააღმდეგება რო არ შეიძლება ჩვენ ვიცით, მაგრამ რაიმე სიტყვის გამოყენება ან რომელიმე მაღალ ჩინოსანზე მისი ოჯახის წევრებზე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი უკვე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და როგორ ფიქრობთ, ეს დაანონსებული ცვლილებები არის თუ არა რეპრესიული? და შეზღუდავს და ხელშეუშლის თუ არა ამ მოქალაქეების თავისუფალი აზრის და ნების გამოხატვას, იგივე შეკრებებს, იგივე აქციებს. ეს რეპრესიები ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. კანონები საერთოდ არ არის საჭირო ისე უარდებიან ადამიანებს, ისე აკავებენ, მუხლსაც არეუბნებიან. ეხლა მირიან ბერულავა უწესია ვინც იცნობს. ეხლა მირიანს როგორ შეიძლება მას დააბრალო რაღაცა სახელმწიფო გადატრიალება ერთ სტატუსს დაწერა უწყინარი, კაციშვილი არ გამოხმაურებია კომენტარზე და სისხლისამართლის საქმე აღძრეს ამ ადამიანს. კანონიც არ ჭირდება, ესე არის ეს რეპრესიული. რა თქმა უნდა, როცა გუში ძალიან მტკივნეული დღე იყო, ფაქტია რომ ეს იყო ძალიან მტკივნეულად განიცადეს გუში მთელი დღე და ამას მოყვა სწორედ არაადეკვატური ქმედებები ხელისუფლებისგან, რაც უფრო კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროტესტი გაიშლება და უფრო ძალას მოიკრებს, მით უფრო რადიკალური გახდება დარწმუნებული იყავით ივანიშვილის რეჟიმიც, ქართული ოცნებაც კიდევ უფრო მეტ სულელურ კანონს მოიფიქრებენ, კიდევ უფრო მეტი სასტიკი გახდებიან ის რაღაცა ვიწროწრე 3000 კაციანი დაჯგუფება, რომელსაც ხარება ჩაუყენეს ეხა სათავეში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სიმტკიცით, ერთიანობით, დაუღლელობით ამ რა თქმა უნდა ეს სისტემა ნელ-ნელა ჩამოიშლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მივა აბსურდამდე. აბსურდა შეუძლებელია ნახევარ საქართველოს დაიჭირო, მთელი თბილისი დაიჭირო, რაღაცა აბსურდული კანონებით და მივალთ დაბრუნდებით ისედაც დენელა მივდივართ კიდევაც. უახლოვდებით 27 წელს, სადაც ლონდონიდან ბომბები და ღვირაბის გათხრის გამო აკავებდნენ ადამიანებს. დაახლოებით ამ სტილის კანონები მიიღეს, რომ თურმე ვიღაცა წევლაზე გადავამერე, ჩაწერე რომ წევლა არ შეიძლება და მარტო ჩემოლამაზო და არ ვიცი ის რო არის, რა ქვია, ზღაპარი სარკეში რო იხედება ვინ არისო ჩემზე ლამაზი და ჩემზე ჭკვიანიო და ამის გამო დაახლოებით ამ სტილის აბსურდამდე მივა ეს ხელისუფლებას, მაგრამ კიდევ ერთხელ თავარი კიდევ ერთხელ ვამბობ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად არის სიმტკიცე, ერთიანობა. ეს ხალხი ქუჩაში ისედაც ჩვენი შვილების თაობა იმაზე მეცაკეთებს, ვიდრე გაუკეთებია ჩვენ თაობას. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან შურის, ბოღმის და ბევრი რამის გამო ერთიანობაც კი ვერ ვაჩვენეთ. აი ამ განსაკუთრებულ მომენტებში ახლა არის ჩვენ რომ გავერთიანდეთ, აუბათ ხარი, კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ყველა პოლიტიკოსებს გულისხმობ პირველ რიგში, დავანებოთ ერთმანეთს ლანძღვაგინებას თავი, გაურკვევლო ერთმანეთთან რაღაცა უთანხმოების ძიებას, ნახოთ საერთო რაც გაგვაჩნია ყველას. და იმედი რომ ოპოზიცია ახლა მაინც გაერთიანდება. მე დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ეს ხალხი და ეს მუხტი რაც არის, ეს აიძულებს ოპოზიციასაც გაერთიანებისაკენ, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა გაჩნდება ჯერჯერობით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს აქციები ვითარდება სწორი მიმართულებით, კიდევ ერთხელ უფრო კრეატიული ხდება, უფრო ფართო. ესეთი პროტესტი მე არ მახსოვს. მე ძალიან ბევრი აქციის მონაწილე ვარ, ვარდების რევოლუციიდან დაწყებული, ისევ როგორც ხელისუფლებაში რო ვიყავით, მაშინაც ბევრი პროტესტი მინახავს, შემდგომ პროტესტებიც, მაგრამ ესე მასიურად ამდენ სფეროში მოეცვას პროტესტს მე არ მინახავს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ
ერთხელ დღეს ხელისუფლება არა პოლიტიკოსებს, აქტივისტებს კი არ უპირისპირდება ექიმებს, მსახიობებს, პედაგოგებს, უამრავ ადამიანს, რომელიც წარმოადგენენ ამ საზოგადოების და ამ ქვეყნის ძლიერ ნაწილს, რომელიც ქმნიან ამ ქვეყანაში დოვლათს, ბიზნესს უპირისპირდება მის დიდ ნაწილს და თქვენ გინახავთ სადმე ბიზნეს ამოღებული ხმა როდესმე ეხლა ყველაზე მტკიცედ და ხმამაღლა ისმის თავისუფალი ბიზნესის ხმა არ გულისხმობ რამოდენიმე კარის ბიზნესმენს რომელიც ეხლა თავისი და მათაც კი დაიწყეს მოქმედება ამის ბატონი რუხაძის ინტერვიუები და ვაივიშვიში ამის ის არის რომ ისიც ცდილობს და საბოლოო ჯამში ამ სიგნალებს უშვებს რომ არაპირებს რომ ბოლომდე ჩაყვეს ამ რეჟიმს და თუ კონკრეტული საფრთხე დაუდგა დიდი სიამოვნებით აპირებს რომ და გადაიჩენს კიდევაც თავს დარწმუნებულიყავთ ისე თქვენ რას ფიქრობთ რისთვის ჭირდება ქართულ ოცნებას დაჩქარებულ ვადებში ამ ახალი კანონის მიღება ანუ მარტივად რომ თქვა კანონის გამკაცრება შიშის დასანერგად იმისათვის რომ როგორმე ეს პროტესტი ჩაახშონ როგორმე ეს პროტესტი შეწყდეს როგორმე ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდეს და ნიჰილიზმის დასადესად რომ აი მაინც აზრი არ აქვს ივანიშვილთან ბრძოლას მაინც აზრი არ აქვს და ეს ნიჰილიზმის დათესვა და აი ამ მიტინგების შეწყვეტა არის მათი თვითმიზანი რომ შემდგომ გააგრძელონ ისე საბოლოო ჯამში ერთადერთი რაც მათ აღელვებთ არის საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ქონება პირადი უსაფრთხოება და ამის იქით მზად არიან გადააყოლონ მთელი ქვეყანა გადააყოლონ ადამიანის ჯანმრთელობა სიცოცხლე მზია ამაღლობელი ადამიანი რომელიც შეჭამოს და ეს არის პრობლემის მოგვარებაა კი ბატონო დღეს მდინარეზე ზუსტად ასე განაცხადა ადამიანის ხალის მიმართ რომელიც იმის გამო სამითითი ასე მიადო ახალგაზრდა რა ვიცი 25 წლის თუ 30 წლის ჭყალებში პოლიციელს ამის გამო ციხეში გაუშვეს ხო ბატონო გიგა თქვენ ხართ ქუთაისის საკრებულოს წევრი მე მაინტერესებს ისე როგორც ბევრ ჩვენ თანაქალაქელს თუ გაქვთ და ფლობთ ინფორმაციას მერიის შენობის წინ ბევრი რაოდენობით კამერა დამონტაჟდა და რასთან დაკავშირებით არის ეს კამერები დამონტაჟებული ჩაიხედეთ კამერების ქვევით დგას ყოველ უწყვეტი აქციები მიმდინარეობს და იმისაც რომ დააფიქსირონ ადამიანები დააფიქსირონ შემდგომ რა ხდება ამ აქციებზე და კიდევ ერთხელ თუ იმას დაკავება დაჭიდეთ რომ დააკავონ ალბათ ამისათვის არ ვიცი ისედაც უამრავი ადამიანი დარბის მერის დაცვიდან დაწყებული კონკრეტული ადამიანებით დამთავრებული ფოტო ვიდეო ფილმი არ გადაღებულა მე მგონი იმდენი უახლოეს საქართველოს ისტორიაში დოკუმენტალური რამდენიც იმ აქციებზე აქვს გადაღებული ჩინოვნიკებს და შესაბამისად სუსის დაქერაებულ აგენტები იქნებიან ესენი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ყველა მხრიდან ეხლა აქციიდან მოვდივარ მეც და რა ვიცი იმდენი ფოტო და ვიდეო გადამიღეს მეც კიდევ ერთხელ ვერ დიდ არქივს შეავსებ და ნამდვილად ისე რა სჭირდებოდა ვერ გეტყვით კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის მშვიდობიანი აქციები თქვენ აგვირდებით და ვკრებთ ერთადერთი მიზანია რომ აკონტროლოს აქციები მერიის შენობის წინ მოხდა იმ ტერიტორიაზე ამ კამერების დამონტაჟება თუ კიდე სადმე სხვაგან ქალაქში მოხდა კამერების დამონტაჟება თითო ბოძზე თითო კამერას ადგინახავთ ქალაქში უამრავი ადგილზე კამერა გათიშული უამრავი ადამიანი ითხოვს ავარიების გამო ნიკიაზე ხდება პარლამენტის მიმდებარედ ითხოვენ კამერებს სიჩქარის შემზღუდავების დაყენებას რომ ადამიანები კონკრეტული ახალგაზრდები უამრავი ადგილია ქუთაისში არ გადაიცვალოს ელემენტარულად და ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ და ყურს არ იბერტყავს არავინ ხო და მერიის წინ ყველა ბოძზე თითო კამერაა დაყენებული ხო რამდენი ბოძსა იმდენი კამერა დააყენეს მერიის წინ სადაც ისედაც თვითონ შენობას უზრუნველყოფილი იყო დაცვით კამერებით ყოველდღე პოლიციის რა ვიცი ათეულობით ადამიანი დგას იქ და უსაფრთხოება ისედაც უზრუნველყოფილია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე და დამატებით კიდე ყოველ ბოძზე ახალი კამერის და ესა შიშის გამოხატულება და კიდე ერთხელ აბსურდამდე მიყვანა ის მე აბსურდული გადაწყვეტილებებით შიშ უბრალოდ კიდე ერთხელ ჩვენი მოქალაქეები შავდებიან აქ ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელობის ნერვების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და უკანონობის და უსამართლობის ხარჯზე ამიტომ რაც მეტად და აქტიური ვიქნებით და კიდევ ერთხელ ერთიანი აი ამ გადაწყვეტილებებში და მტკიცე და კიდევ მე ხშირად ვამბობ ნაკლები დანაკარგებით უნდა ჩამოვიშოროთ ეს ხელისუფლება იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ისე არის რომ საკუთარ კეთილდღეობა შეუძლია ქვეყნის ინტერესები და ადამიანების ჯანმრთელობაც კი გადააყოლონ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ მობრძანდით და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ბატონი გიგა შუშანია. დღეს ამით დაგემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გიყურებთ. გისურვებთ ნახვამდის.